გავარჯობა ძვირფასო გამომწერებო. ეს მინდა შემოგთავაზოთ unboxing-ი ჩემი ახალი ჩიბუხისა. მე გითხარით, რომ ჩიბუხის მოწევა გარკვეულ რიტუალებთანაც არის დაკავშირებული, რაღაც გარკვეული სტილიც არის შეიძლება და თან როგორც გითხარით, კოლექციონირებაც არის. ჯერ იმიტომ გიწევს რამოდენიმე სახის ჩიბუხის ყიდვა, რომ აი ეს ჩიბუხები საჭირო არის. სხვა ტიპის ჩიბუხი, სხვადასხვა ნაზავის მოსაწევად, მაგრამ ამასთან ერთად შემდეგ ამას ესთეტიური მხარეც აქვს და უკვე კოლექციონირებაშიც გაიწევს 2-3 და 4 ჩიბუხზე მეტი გიჩნდება რაღაც ასეთი გინდა ისეთი. ეს ჩიბუხი, რომელზეც ახლა მაქვს საუბარი, არის საჭიროც და არის შეს კოლექციაშიც რო გინდა, აი ამ ესთეტიურ მხარესაც რო ასუხობს. ჯერ გაჩვენეთ, რომ აი სამინელის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჩიბუხი არის Pink's favorite. ხოლო ეს არის, რომელზეც ახლა გაჩვენებთ და მოგახსენებთ, ეს არის Clark's favorite, ეგრეთ წოდებული ჩიჩვარდენის ტიპის. ანუ ძალიან გრძელი. მოვიდა აი ესეთ შეფუთვაში, რადგანაც ძალიან გრძელი და სტანდარტულზე ბევრად გრძელია. თავად ჩიბუხი სტანდარტულ სამინელის მუყაოს შეფუთვაში, მაგრამ ამჯერად საკმაოდ გრძელია. რა გვაქვს? გარანტიო ტალონი და თვითონ მაღაზიამ გამოაგზავნა ძალიან კარგი ესეთი სტიკერი. იმ 60-იანი წლების, როდესაც ეს Pink's favorite-ები და Clark's favorite-ები იყო ძალიან მოდაში, რომ სამინელი აღარ დებს აი საფირმო ტომარებში, რომელიც შემდეგ უნდა ატარო, უბრალოდ რაღაც აი გახალდივით ისეთი შეფუთვაა, ამას მინუსად უწერმე სამინელის და თავად ჩიბუხი Clark's favorite. ენახეთ რა. ერთი მისი მუნდშტუკი რა დღირს. ფანტასტიკური აკრილის მუნდშტუკი, რომელიც აი სხვა ფერებში გადადის. და თავად სამინელის ჩიბუხი ბრიარის არის, რა თქმა უნდა, და აი ესეთი სუბტაპოლე ფინიშ რო ეძახიან. სუბტა პოლირებული. არა resticated. ეს მეორე რო არის. უხეში დამუშავების. თქმა უნდა, სამინელის ემბლემა და ესეთ ხეთ ბევრად გრძელია სტანდარტულ ჩიბუხზე და ეს არის არომატიკებისთვის ფანტასტიკურად მოსაწევი, იმიტომ რომ გრილდება. ისაც აი დიდხანს მიდის ამაში. გარდა ამის არის ელეგანტური ძალიან და ძალიან ლამაზი. ხო, ეხლა რა იქნება ფაქტია, რომ 6 მმ-იან ფილტრზეა და როგორც ყოველთვის ავალებს სამინელი ერთცალ აი ეგრეთ წოდებულ ბალსას სუბუქი ხის ფილტრს, რომელიც ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესოა ფილტრებში. არსად ბზარი არ არის, არსად ნაკაწრი არ არის, ფანტასტიკური ხარისხია და რა შეიძლება ახლა ორი სიტყვით თქვათ. თვითონ ჩიჩვარდენის წარმოშობაზე, ამ გრძელი ჩიბუხების წარმოშობაზე რამდენიმე ვერსია არსებობს, უფრო ლეგენდებია მგონი, ზოგი უფრო ლამაზი, ზოგი უფრო პრაგმატული, ზოგი ამას რომ აი ეს გრძელი ჩიბუხები იმიტომ შემოიღეს, რომ ბევრ მწეველს არ მოწონდა, როდესაც ეს ახლოს იყო, აი მის კვამლი თვალში მოხდებოდა რაღაცაო და ამიტომ ესე ყოფილიყო. არის კიდე ერთ-ერთი ვერსია ძალიან გრძელი ამბავი უნდა მოუყვე ამასთან დაკავშირებით, რომ Church Warden, ეს სიტყვა საიდან მოდის, ეს არის ეკლესიის მცველი, აი რომელიც მცველებზე არ ლაპარაკი ჩვენთან მართლმადიდებლურ ეკლესიაში ამ ფუნქციებს მე მგონი მორჩილები ასრულებენ. ეკლესიას რო უვლის იქ მატერიალურ ტექნიკურადაც აი ჭერს, რაიმე თოვლისოს წყალი არ ჩამოვიდეს თუ რაღაცა თუ თავისოზე თუ იკეტება ეკლესია
საღამოსო დაკეტავს, გააღებს აი დასუფთავების ამისამოს და მოკლედ აი ესეთი ეკლესიის მცველები იყვნენ. თან იცით ახლა პროტესტანტული ეკლესიაში ცოტა სხვაგვარად ეგმდეილიც და ყველა ეს მსახურები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, სხვადასხვა პროფესიის და ისინი მხოლოდ აი წირვაზე მოდიან და მაშინ სრულდებოდა წირვიდან წირვამდე ფაქტიურად ძალიან ხშირად დაკეტილი იყო სოფლებში ეს ეკლესიები და ამიტომ ყავდა ეს მცველი, რომელიც ამას უვლიდა. ნამდვილად აი მკაცრი ზამთრის დროსო ცოტა ესეთი საინტერესო მოსაზრება მორწმუნეებს არ უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ეკლესიაში ხომ მოწევა არ შეიძლებოდა და ამიტომ მკაცრი ზამთრის დროსო ჩერჩვარდენი იმისთვის მოიგონეს ძალიან გრძელი ჭიბუხებიო, რომ ეკლესიაში ეს ადამიანი იმყოფებოდაო, სარკმლიდან გაყოფდაო და ისე ეწეოდაო, ფაქტიურად გამოდიოდაო, რომ ეწეოდა ეკლესიაში თუ არ ეწეოდა, ფორმალურად არ ეწეოდაო, მაგრამ ახლა ცოტა ესეთი ლეგენდა არსებობს, მაგრამ მე ახლა ნაკლებად ჯერავს ამ ლეგენდის, რომ გავიგე ახლა უფალს ატყულებდა თუ რას აკეთებდა ეს კაცი. მოკლედ ახლა ძალიან რელიგიურ განხილვებში რა შევიდეთ, აი ესეთი სიტუაცია. რაც შეეხება აი ამ კონკრეტულ ჭიბუხს, მითხარით რომ აი ესეთი დამუშავების არის, სხვათა შორის სავინელის ჭიბუხებს არ ეტყობათ ძალიან გამოხატულად ეს ბრიარის ნახატი. ამიტომ შეიძლება აი ესე არ ჩანდეს ძალიან ისე და არ პრიალებს ძალიან. ახლა რაში არის საქმე, აგიხსნით ორივე სიტყვით. სავინელი ამბობს, რომ მე ისეთი ხარისხის ბრიარი მაქვს, რომ მას ხაზი გაუსვა არ მჭირდება აი ამისათვისო. და ამიტომ აი ვიზუალურ მხარესო და ლაკს არ ხმარობო. ლაკს არ ხმარობო, ეს არის ბუნებრივად გაპრიალებული ბრიარიო. და სხვა მწარმოებლებიო ლაკს ხმარობენ, აი იდეალურად პრიალებდესო. შემდეგ იყენებენ აი სპეციალურ საღებავს, რომელსაც ბრიარი აი ესეთი მუქი არ არის თავიდან. ღია ფერის ღია არის და აი ეს წყალზე დამზადებული სპეციალური საღებავი არის, რომელსაც ეხლა მე რუსულენოვანი არა ვარ, მაგრამ ბევრი სიტყვები ისევე როგორც მანქანების დეტალები და ნაწილები რუსულიდან იყო შემოსული, ამიტომ ქართულად ვერ გავიხსენე, ვერსად ვერ ვნახე რა საღებავია, მორილკას ეძახიან რუსულად. ეს არის წყალზე დამზადებული ძალიან თხევადი საღებავი, რომელიც კი არ იღებება, უბრალოდ ფერს აძლევს ხეს. და როდესაც აი ამ საღებავს წავსვამენ ბრიარს ხო აქვს ფორები. აი ღრმა ფორებში უფრო ღრმად ჩაჯდება, ნაკლებად ღრმა ფორებში ნაკლებად ჩაჯდება, სადაც ფორა არ არის, იქ საერთოდ არ ჩაჯდება და ამიტომ ბრიარი ღებულობს აი ესეთ ფერს, ღრმა ფორებში უფრო მუქია, ნახევრად ისეთი ფორები როა ეს ყავისფერი არის და სადაც არ არის ის უფრო ღია არის და აიტო ძალიან ისეთ ეფექტს იძლევა. ძალიან ლამაზი არის, ანუ ის თქვა მინდა ვიზუალურად. მაგრამ წარმოებლები ამბობენ აი ესეთი როგორც სავინელია და სხვა წარმოებლები მედერსონი, რომ ეს ხარისხს აფუჭებსო, ის ფორები არ უნდა გამოივსოს. აი ამ საღებავებით ის ფორები უნდა გაივსოს შემდეგ აი შიდა ნამწვავით, როგორც ვამბობთ ჩვენ, გამოწვარისთვისაც არის საჭირო. ამიტომ ჭიბუხის გემოვნურ თვისებებზე ეს მოქმედებსო და მე ამას არ ვაკეთებო, ანუ თან გაჩვენებთ ხა რაზე არის საუბარი ერთი წუთით. აი რაზე ვსაუბრობდი, აი ლორენზეტი იტალიური ჭიბუხი, რომელიც ფანტასტიკურად ლამაზია. ის წოტათი ჩამოუვარდება ხარისხს და ფასისთან, საერთოდ სავინელის და სხვას. აი ნახეთ ძალიან პრიალებს, ლაქია გამოყენებული, ლორენზეტი ამბობს, ეს არის ულგემო ესეთი ლაქი, მაგრამ ლაქია მაინც და აი იმ საღებავით არის წინასწარ დამუშავებული და იმიტომ არის აი ესეთი ფერები მკვეთრი, ანუ ბევრად უფრო ლამაზია ვიდრე ნახეთ გარეგანი. მე სავინელიზე ბევრად თითქოს ლამაზია. უფრო კარგად ჩანს ეს ნახატები, უფრო კარგად პრიალებს სავინელისთან ეს სიტუაცია არ არის, მაგრამ სავინელი ამბობს, რომ ჩემი ბრიარი, ჩემი ჭიბუხები ბევრად უფრო უკეთესია, აი მოდის ინდუსტრიაში. მე გამიცეთ, რომ მაგალითად სოფლი ახლა გაგიშებული არის ლორო პიანაზე და ბრუნელო კუჩინელიზე და ესეთ ფირმებზე, რომლებიც არც მარკას, არც ეტიკეტს, არაფერს ისეც არ აკეთებენ, ისეთ კლასიკურად კი არა მინაობენ, რომ მე არავის არ ვაჩვენებ, არ მინდა მე ეს წარწერები გუჩი ან დოლჩე გაბანა რაღაცები. ყველა მიცის მე ვინ ვარ, რა ვარ, რას ვაწარმოებ, როგორც ვაწარმოებ და ამიტომ
ჩემს ხარისხისაც ხვდებიან. აი სავინელიც ამას ამბობს, რომ არ მინდა მე გალამაზება ჭებუხის, თუ გალამაზება მინდა აი ესეთ მუნშტუკს გავუკეთებ, საუცხო აგრილისო, დავიტან მასზე ჩემს პატარა ემბლემას, როგორც აქ არის, ეხლა როგორ ფოკუსირდება და დარჩენი უკვე მომხმარებელმა იცის ვინა ვარ და რა ვარო და ამაში მართალიც არის. ეს თლიანად შავი რო იყოს და არაფერიც რო არ ქონდეს, ყველა მისის რომ ეს სავინელია. დარჩენი რა გითხრათ? ეხლა გამოწვის პროცედურა გვაქვს წინ, გამოვწვავთ და ნახავთ რა ბიჭი დადგება, მე იმედი მაქვს რომ ძალიან კარგი ჭიბუხი იქნება. ამასთან ერთად მაგრამ წარმოგიდგენთ ახალ თამბაქოსაც, რომელიც საუცხოო იქნება აი ამ ჭიბუხში. ეს არის სალემი, ესეთი გერმანული ფირმა თუ სილემ, როგორი გითხება უბრალოდ, სილემს მგონი მუშკეტერი. ეს არის ერთ-ერთი ფანტასტიკური, ერთ-ერთი საუცხოო არომატიკი. ისეც აი ერთოდებულ შაიბაში არის შეფუთული. მიუხედავად იმისა, რომ დახურული აი როგორი სურნელი აქვს ესეთ კარამელის კამფეტს თუ რაღაცას მოგაგონებთ. ეხლა შეიძლება თამბაქოსთან მიმართებაში ვგითხარით კარამელის კამფეტი, ფიქრეთ რომ რაღაც ძალიან ცოტა ვულგარული ხო არ არისო და არა, რა ხანდახან დადგებით აი ესეთ ხასიათზე რა ესეთი არომატიკი მოწიოთ. სხვადასხვა ძალიან საინტერესო ისა აქვს, ძალიან საინტერესო ანოტაცია აქვს, მაგრამ რეკლამასავით ხო არ არის მათ ბუკლეტებში და ანუ რა უწერიათ ესო ისეთი ნაზავი არისო, რომ თქვენ მეგობარ გოგოსთან, რომელიც შეიძლება არც კი ეწევა თამბაქოს, მაინც ფრთხილად იყავით და ეს დაუმალე და აუცილებლად მოგპარავთ ამას და გასინჯავს, იმდენად გემრიელიაო. ხო, ამიტომ მწნევას ვერ გაუძელი, შევიძინე გერმანელი წარმოებელი არის ეს სილემსი. როგორც გითხარით, ამერიკაში გაყიდვისთვის რადგანაც არის არა აქვს არანაირი ის წარწერები, რომ ეს მავნებელობაზე და ხო, კიდე რა არის თავად რომ გეუბნებოდით, რომ ამას წყლობით ინახავენ მეთქი. აი უკანა ეტიკეტზე აქვს აი ესეთი, ესე აქვს დატანილი. შუაში აქვს სიცარიელი. აი ზუსტად იმისთვის, რომ თქვენ დააწეროთ, როდის შეიძინეთ, როდის შეინახეთ. აი მაგალითად დღეს 2025 წელი, ესა და ეს თვედარიცხვია, ამას დააწერთ, შეინახავთ და წლების შემდეგ გამოიღებთ და გახსნით და დააგემოვნებთ. თუმცა მე მაგის კომფორტი არ მაქვს, წლებით შევინახო ჯერჯერობით, ამიტომ მომიწევს ამის გახსნა. თუმცა თავიდანვე მე ახლა ამ ჩემს სავინელიში ამას ვერ მივირთმევ, იმიტომ რომ წერ სავინელის გამოწვა უნდა, ხა ამით რომ გამოვწვა არც სწორი იქნება და ვერც აი გემოებსაც დავკარგავ. ამიტომ ჯერ გამოვწვავ ამას ან ბერლითან Golden Virginia-თი და შემდეგ როდესაც ეს დაკაცდება, რომ ეტყვიან და ჭიბუხი გახდება, შემდეგ მივირთმევ მასთან აი მუშკეტერს. ხო, შემადგენლობაზე არ მithქვამს, რა შემადგენლობა აქვს. შავი კევენდიში არის მის შემადგენლობაში და ამერიკული ბერლი. ნუ, რადგანაც ბერლი არის, ესე იგი ბოლი ნორმალურად ჭარბად იქნება და ესეთი თხილის გეონს აუცილებლად სადღაც იქნება და ეს ამერიკული კევენდიში ამბენ რომ კუბიკება, პატარა კუბიკებად არის დაჭრილიო და ფაქტიურად დანახშირებულია, ისეთი შებოლილი არის, რომ ხეს რა გემოები ექნება, ეთქობა ეს კარამელის და ეს ტკბილეულის საუცხოო გემო, აი აქედან არის და ჯერჯერობით ფანტასტიკური გემო, აი ეს სურნელი აქვს და როგორი იქნება შემდეგ ნახოთ. აი ესეც მინდოდა, რაც მინდოდა დღეს მეჩვენებინა თქვენთვის, გამეზიარებინა ეს სიხარულიც, რომ აი ეს ჭიბუხი ძალიან დიდი ხანია მინდოდა და ძალიან მაგარი ჭიბუხია რა. ნახოთ. მომავალ შეხვედრამდე.